ემიგრაცია როგორც სიღარიბისა და უიმედობისგან თავის დაღწევის გზა. მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკისა, ეკონომიკურ ზრდაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დაბალი ხელფასები და უმუშევრობა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება, რის გამოც საქართველოს თავის ყველაზე ძვირფას კაპიტალს ადამიანებს კარგავს. სწორედ ეკონომიკური სიდუხჭირე, უპერსპექტივობა და საფრთხის შემცველი გარემოა ის, რაც მოსახლეობას უბიძგებს უკეთესი მომავლის შესაძლებლობა სხვა ქვეყნის საზღვრებში ეძებოს. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით საქართველოში კვლავ ათასობით ბავშვი წყვეტს სწავლას იმ მიზეზით, რომ ოჯახთან ერთად ემიგრაციაში მიდის. ბოლო 6 წელიწადში საქართველოს სკოლებიდან საზღვარგარეთ ოჯახებთან ერთად 22,727 მოსწავლე წავიდა. სწორედ ემიგრაციას ეხება დღევანდელი შაბათის მარში, რომელსაც ჩემი კოლეგა თაკო მაისურაძე აშუქებს. თაკო, გისმენთ. შაბათის ტრადიციული მარში დაიწყო იმის მიუხედავად, რომ წინ დედაქალაქში ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. აქ მოითხოვენ პირველ რიგში იმას, რაც მათი მთავარი მოთხოვნაა ყოველთვის შაბათის მარშზე განსაკუთრებით, რომ გათავისუფლდნენ სინდიკალური პატიმრები. დღევანდელი მარშის მოთხოვნები როგორც ყოველკვირეულად ემატება ამ პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ლოზუნგი. დღევანდელი მარშის მოთხოვნა დამატებით არის ის, რომ ემიგრანტებს ქართულმა ოცნებამ დაუბრუნოს. ეს მარში ეძღვნება ემიგრანტებს, ადამიანებს, რომელთაც ძალიან დიდი წილი აქვთ საქართველოს ეკონომიკაში და სხვადასხვა გაჭირვების თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ან სამუშაო ადგილის არ ქონის გამო მოუწიათ, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა. დღეს სოლიდარობას უცხადებენ ემიგრანტებს მარშის მონაწილეები და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკა უნდა შეცვალოს მათ მიმართ. შაბათის მარში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვაჩინოთ ჩვენი ნამდვილი ინტერესი და აქტიურობა, რომ გვინდა შეიცვალოს რეჟიმი. რეჟიმის შესაცვლელად შეიძლება სხვადასხვა თემები იყოს აი ამ თუ იმ ეტაპზე აქტუალური და თქვენ ხედავთ, რომ დღეს რა თემებიც არის წამოწეული. თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, არ იცვლება და მთავარი მიზანი ყველა მარშის, ყველა აქციის არის სამართლიანი არჩევნები და ქართული ოცნების დამარცხება. დღევანდელი მარში ეძღვნება ჩვენს ქვეყნიდან გასულ ადამიანებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. დღეს გადაცემა იყო, არხი არ მახსოვს, ამერიკაში მყოფ ემიგრანტებთან, რომ ბიჭი საუბრობს ხოლმე. უკლებლად ყველა წუხდა და უკლებლად ყველა იმას აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებაა შესაძლებელი წინააღმდეგ შემთხვევაში ემიგრანტების დაბრუნება კიდევ ძალიან დიდი ხნით გადაიწევს. ამ მარშებზე ჩვენ ვცდილობთ თქვა ძირითადი სათქმელი, რაც გვაქვს ამ წინააღმდეგობაში სხვადასხვა თემები შევეხო და დღეს არის რა თქმა უნდა ემიგრანტების თემა და აქ არის მრავალი მდგენელი. ერთი ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ქვეყნიდან გასული, 2013 წლის მერე მილიონ ადამიანზე მეტი გავიდა, ნაწილი კი დაბრუნდა, მაგრამ ძალიან დიდი გადინება არის ქვეყნიდან. ეს არის ეს საკითხი, რომელიც უნდა ხმამაღლა ვთქვა და მთავარი კიდე არის, რომ ფოკუსის გასწორება, რომ პრობლემის სათავე არის ერთი ადამიანი. და ამ ადამიანების გარშემო არსებული ძალაუფლება და ეს ადამიანი არის ივანიშვილი და მთელი სახელმწიფო მას ემსახურება და ამის პარალელურად კიდე ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველები ქვეყნიდან გარბიან. სხვადასხვა საპროტესტო შეძახილებით და ხმაურით მიემართებიან მთავრობის კანცელარიასთან აქციის მონაწილეები, როგორც გითხარით, დღევანდელი მარშის თემა პოლიტპატიმრების თავისუფლების მოთხოვნასთან ერთად არის ემიგრანტების მხარდაჭერა და გეტყვით იმასაც, რომ 2025 წელს 110,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.